ყინწვისის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიტპატიმრები მათი საქმეების გადახედვასა და ხელახალ დაკითხვას მოითხოვენ. საქმის დეტალებზე ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ნიკოლოზ გოგუაძემ მახარეს ისაურმა და რამაზ ღვალაძემ ადვოკატთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. როგორც მათ განაცხადეს, მათი მხრიდან გადატრიალების მცდელობას ადგილი არ ქონია მათივე განმარტებით. აღნიშნულ საქმეზე გორში გამოძიება 333 მუხლით მიმდინარეობს, თუმცა მათი უმეტესობა არ დაკითხულა. გოგუაძემ ის პირები დაასახელა, ვინც ყინწვისის სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა. ისინი წინასწარ ნდობას უცხადებენ სასამართლოსა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის უწყებას. მინდა დავასახელო კონკრეტული ადამიანები და პიროვნებები, ვინც ღებულობდნენ ჩვენს დაკავებაში და წამებაში უშუალო მონაწილეობა. და შიდა ქართლის სამხარეო შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი ვოვა ჯუღელი, ასევე მისი თანამშრომელი ალეკო ელოშვილი, ასევე ლევან და მეგის ქარდავები, უშუალო სპეცოპერაცია ჩაატარა კუდის სპეცრაზმა. ამ კუდის სპეცრაზმში ძალიან აქტიურობდა ვინმე შელია, ასევე კუდის ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვინმე თავთუხაშვილი. მოხდეს დობის ჯგუფთან ჩამოყალიბებამდე იმ გამოძიების წარმართვა, რომელიც არის შიდა ქართლში, რომელიც არის 333, ეს არის სამოხალეო დანაშაული ლაბორატორია, სადაც ერთმნიშვნელოვნად გაირკვევა ვინ გასცა ბრძანება იმისთვის, რომ ყინწვისში ჩატარებულიყო სპეცოპერაცია.